ბიჯებო, სასწრაფოდ დაყარეთ ყველაფერი და მისმინეთ. ისლამ მახაჩევი საბოლოოდ ჩაიჯვა. დიახ, პირდაპირ გეუბნებით, სრული ფიასკო. ის, რასაც ესენი კულუარებში ჩალიჩობდნენ, გასკდა და ახლა მთელი მსოფლიო ხედავს, როგორ გარბის დიდი ჩემპიონი ჩვენი მატადორისგან. ილია თოფურია მის ისე შეაშინა, რომ დაღესტნურმა ბანაკმა მთელი თავისი ტყუილების მანქანა აამუშავა, ოღონდ როგორმე ეს სირცხვილი ჩამოირეცხონ. ახლა კი, მოდით ცივი გონებით დავილაპარაკოთ. ჩვენებურად, ქართულად. რა ხდება სინამდვილეში? რატომ ატყდა ეს ერთი ამბავი? იმიტომ რომ ილია თოფურია არის ის ძალა, რომელსაც ესენი ვერ აკონტროლებენ. მახაჩევი მიეჩვია მოსახერხებელ მეტოქეებს, თავის წონაში ჭიდაობას და დაღლას, მაგრამ ილია სხვა დონეა. ეს არის კაცი, რომელიც თავშივე გეუბნება, რომ დაგაძინებს და მერე ამას აკეთებს კიდეც. დააკვირთვით ამათ ბინზურ თამაშს. ჯერ თქვეს ილიამ ბევრი ფული მოითხოვაო. გესმით, კაცს, რომელმაც მთელი ესპანეთი და საქართველო ფეხზე დააყენა, თითქოს ფულზე ვაჭრობა დაეწყო და ბრძოლაზე უარი ეთქვა, მაგრამ აი აქ გაიჭედნენ. თვითონ დანა ვაიტმა UFC-ს ბოსმა პირდაპირ თქვა, ეგ ტყუილია, ილიას ფულის გამო უარი არ უთქვამსო. როცა დანამ ეს დააბრეხვა, მახაჩევის გუნდს სახეზე ფერი წაუვიდათ. მათ მიერ აგებული პირამიდა ერთ წამში ჩამოინგრა. მერე დაიწყეს ზღაპრები. ისლამი ტრავმირებულია, ისლამი მარხულობს. მისმინეთ, თუ ტრავმირებული ხარ, რატომ სთავაზობდი ბრძოლას? თუ მარხვაში ვერ ჩხუბობ, რატომ იბრიქებოდი თავიდან? ეს არის კლასიკური სლუკუნი. როცა ხედავ, რომ წინ ნამდვილი მკვლელი გიდგას. ილიამ დაანოკაუტა ვოლკანოვსკი, კაცი, რომელმაც მახაჩევს პირველ ბრძოლაში სული აამოხდინა. ისლამმა იცის, რომ თუ ილია მოხვდება, იქ სამბოდა ბრძოლა ვეღარ უშველის. ყველაზე სასაცილო და სამარცხვინო რა არის, იცით? საქმეში ისლამის დედა ჩაერია. ხალხო, UFC-ს ისტორიაში მსგავსი რამ გინახავთ? მებრძოლის დედა რომ პოსტებს წერდეს და თავის შვილს ამართლებდეს. არა, ჩემი ბიჭი არ ტყუის, ისინი არიან მატყუარებიო. ეს უკვე სპორტი კი არა, საბავშვო ბაღია. ისლამი ისეთი ჩემპიონია, რომ დედის კალთას ეფარება, როცა მატადორი რხებით მოდის. ეს არის სრული კრახი. აქ მილიონებზეა საუბარი, ბიჭებო. მახაჩევის მენეჯერი ალი აბდელაზიზი, რომელიც ტყუილებშია ჩაფლული, ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი ოქროს კვერცხი ქათამი გადაარჩინოს. მათ ეშინიათ, რომ ილია ერთ საღამოში დაასრულებს მათ ჰეგემონიას. მათ ურჩევნიათ ილიას ფულის ხარბი და არ ერქვათ, ვიდრე აღიარონ, რომ ისლამს უბრალოდ კანკალი დაეწყებოდა. ილია მართალია, მან თქვა, რომ UFC მახე დაუგო. მათ უნდათ ილია გამოეყვანათ მათთვის ხელსაწყო პირობებში, რომ როგორმე შეეჩერებინათ ეს ქართული ხარიშვანი, მაგრამ ილია მათზე ჭკვიანი აღმოჩნდა. მას იცის თავისი ფასი, ის არის ჩემპიონი და ის კარნახობს წესებს. მახაჩევი კი ახლა ზის თავის კუთხეში და უყურებს, როგორ ეშლებათ გეგმები. მოკლედ ძმებო, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ დეტექტივში კიდევ ბევრი ბინზური დეტალია, რომელსაც ესენი მალავენ. მეორე ნაწილში გაჩვენებთ, როგორ გაიყიდა მახაჩევის გუნდი საკუთარ სიტყვებში. არ გადართოთ, სიმართლე მხოლოდ აქ არის. ბიჯებო, აი აქ იწყება ნამდვილი ცირკი. თუ გეგონათ, რომ პირველ ნაწილში ყველაფერი ვთქვი, მოემზადეთ, ახლა ისეთ ფაქტებს დაგიდებთ, რომ მახაჩევის ყველაზე თავგადაკლულ ფანებსაც კი ენა ჩაუვარდებათ. სიმართლე ისაა, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და ამათმა საკუთარი თავი თვითონვე ჩაუშვეს. მისმინეთ რა მოხდა. სანამ ისლამი სადღაც ავსტრალიაში თევზაობდა და დილის 6 საათზე სთორებს დებდა, ვითომ საერთოდ არ ადარდებდა ილიასთან ბრძოლა. მისი მენეჯერი ალი აბდელ აზიზი სოციალურ ქსელში ნამდვილ ისტერიკაში იყო. მათ ეგონათ, რომ ხალხი ბრმაა და ვერაფერს მიხვდებოდა. მახაჩევის მხარე გაიძახოდა, რომ ილიამ უარი თქვა ბრძოლაზე, მაგრამ რამდენიმე საათში მათმა საკუთარმა მენეჯერმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ კაცმა პირდაპირ თქვა, ჩვენ შემოგთავაზეს ბრძოლა, მაგრამ თანხა იმდენად სასაცილო იყო, რომ საერთოდ არ განვიხილეთო. მოიცათ ერთი წუთით. თუ თქვენ ამბობთ, რომ ილიას შეეშინდა, მაშინ რატომ წუწუნებთ ფულზე? თუ თქვენი ჩემპიონი ასეთი მაგარია და ყველას გადავლას აპირებს, რატომ ვაჭრობთ თითოეულ ცენტზე მაშინ, როცა საქმე ისტორიულ ბრძოლას ეხება? ეს არის ტიპური მახაჩევის სტილი. როცა საქმე საქმეზე მიდგება, ან წონას ვერ აბარებენ, ან ტრამვას იგონებენ, ან ფულზე იწყებენ ვაჭრობას. ყველაზე საინტერესო კი ისაა, როგორც ცდილობენ ახლა ამ ყველაფრის გადაბრალებას ილიაზე. იძახიან ილიამ ბევრი მოითხოვაო. ძმებო, დაფიქრდით, ილია თოფურია არის ადამიანი, რომელმაც UFC-ს ახალი სიცოცხლე შთაბერა. ის არის მატადორი, რომელიც რეალურ შოუს დგამს და რა გიკვირთ, რომ ჩემპიონს თავისი ფასი აქვს. მახაჩევს კი უნდა, რომ ყველა მის წესებზე ითამაშოს, მის წონაში ავიდეს და თან ჩალის ფასად ეჩხუბოს. ასე არ ხდება ძვირფასო ისლამ. და აი აქ შემოდის ისევ ისლამის დედის თემა.
ხალხო, ეს საერთოდ რა ფენომენია? წარმოგიდგენიათ ხაბიბს რომ აგებდა ან რამე პრობლემა ჰქონდა, დედამისი გამოსულიყო და Twitter-ზე პოსტები ეწერა? არა, იმიტომ რომ იქ კაცური კოდექსი სხვა იყო. აქ კი ვხედავთ რომ მახაჩევი იმდენად უსუსურია ამ სიტუაციაში, რომ ოჯახის წევრებსაც კი აიძულებენ ტყუილების გავრცელებას. დედამისი წერს რომ ჩვენ მზად ვიყავით პოსტის დასადებად რომ ილიას ვეთანხმებოდით, მაგრამ მერე გავიგეთ რომ ისლამი ტრამვირებულიაო. მოითმინეთ, ჯერ ამბობდნენ ილიამ თქვა უარიო, ახლა ამბობენ ისლამი ტრამვირებული იყო. თქვენ თვითონ მაინც თუ გჯერათ იმის, რასაც ამბობთ. ეს არის დაღესტნური ლოგიკა, როცა იცი რომ საფრთხე დიდია, იგონებ 1000 მიზეზს. სიმართლე კი ისაა რომ მათ იციან რომ ილია თოფურია არ არის ვოლკანოვსკი, რომელსაც 10 დღით ადრე დაუძახებ და მოუგებ. ილია არის მომზადებული, მოტივირებული და ტექნიკურად ბევრად უფრო სახიფათო ვიდრე ნებისმიერი სხვა, ვისაც ისლამ შეხვედრია. ბიჭებო, თქვენ ხედავთ როგორ იხლათევიან? დანა ვაიტი ერთს ამბობს, მენეჯერი მეორეს, დედამისი მესამეს. ეს არის სრული ქაოსი და ამ დროს ჩვენი ილია მშვიდად არის. ვარჯიშობს და იცის რომ ის არის ამ თამაშის ნამდვილი ბოსი. მახაჩევის გუნდი კი ცდილობს რომ ტალახი ესროლოს, მაგრამ ეს ტალახი ისევ მათ უბრუნდებათ. რატომ ეშინიათ ილიას ასე ძალიან? იმიტომ რომ ილია არ არის მხოლოდ მებრძოლი, ის არის ფსიქოლოგიური ტერორი მათთვის. მან უკვე მოუგო მათ მენტალური ომი. ისლამი კი თავისი ნეიტრალური სახით სინამდვილეში შოქშია. ის ხედავს რომ მისი ავტორიტეტი ინგრევა. მოკლედ ბიჭებო, ეს ჯერ კიდევ არაფერია. მესამე ნაწილში მე გაჩვენებთ იმ მთავარ კოზირს, რომელზეც დასაწყისში გეუბნებოდით. იქ საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს ამ ამბავს და ნახავთ როგორ გაიშიფრა მახაჩევის საბოლოო გაღწევა. სიმართლე ჩვენს მხარესაა და მატადორი მალე ყველას თავის ადგილს მიუჩენს. არ გადართოთ, ბოლო თარღოს საველად ყველაზე ცხელი იქნება. ბიჭებო, აი მივედით ფინალთან. ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რაც ამ თელ დეტექტივს წერტილს დაუსვამს. გახსოვთ დასაწყისში რომ გპირდებოდით ყველაფერს ფარდასავხდი მეთქი? აი მტკიცებულებაც. მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა, სულ რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში ისეთი რამ დააბრეხვა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა. ესენი ყველანი მატყუარები არიან. მან თქვა, მე ვიქნებოდი იდიოტი, რომ დავთანხმებოდი ამ ბრძოლას იმ თანხაზე, რასაც გვთავაზობდნენ. მოიცათ ხალხო, წინა წუთას არ ამბობდით რომ ილიამ თქვა უარი? არ ამბობდით რომ ისლამი ტრაუმირებულია? ახლა კი გამოდიხართ და ამბობთ რომ ბრძოლა ფულის გამო არ შედგა? ესე იგი ისლამი მზად იყო ეჩხუბა თუ მეც გადაუხდიდნენ, მაგრამ ტრაუმა და მარხვა მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, როცა ვაჭრობაში ვერ გაიმარჯვეს? ეს არის უნამუსობის პიკი. დაფიქრდით, რა დონეზე ეშინიათ ილიასი. მათ ურჩევნიათ მთელი მსოფლიოს წინაშე იცრუონ, ოღონდ მახაჩევი არ გამოვიდეს ოქტაგონზე კაცთან, რომელსაც შეუძლია მისი ერთი დარტყმით გათიშვა. ილია თოფურიამ ესენი აიძულა რომ საკუთარი თავი გამოეაშკარავებინათ. ჩვენი ჩემპიონი მშვიდად ზის, თავის საქმეს აკეთებს, მახაჩევის ბანაკი კი დედაბერივით ჯორაობს და ყოველ საათში ახალ ვერსიას იგონებს. ბიჭებო, სიმართლე ისაა რომ ილია თოფურია არის UFC-ს ახალი მეფე. ის არ არის უბრალოდ მებრძოლი, ის არის ფენომენი, რომელმაც დაანგრია ეს დაღესტნური მითი უმარცხებლობაზე. მახაჩევი კი თავისი თევზაობით და დედის პოსტებით მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ მისი დრო იწურება. ის ხედავს, რომ მატადორი მოდის და ეს შიში მას შიგნიდან ჭამს. რატომ გეუბნებოდით, რომ ბოლომდე გეყურებინათ? იმიტომ რომ ახლა ნათლად ჩანს, ილიამ ეს ომი ოქტაგონამდე მოიგო. მან აიძულა UFC-ს საუკეთესო მებრძოლად წოდებული კაცი, რომ თავი ემართლებინა, ეცრუა და ბოლოს ფულზე დაეწყო ვაჭრობა. ეს არის მორალური გამარჯვება, ძმებო. ილია მზად არის, საქართველო მზად არის. ჩვენ ვიცით, ვინ არის ნამდვილი ჩემპიონი და ვინ არის ის, ვინც კუთხეში მიიმალა და მიზეზებს ეძებს. დაღესტნური მანქანა გაფუჭდა ბიჭებო და მისი ნაწილები ახლა მთელ ინტერნეტში ყრია. მადლობა რომ ბოლომდე იყავით ჩემთან ერთად. მე სიმართლეს ყოველთვის ვიტყვი, თუნდაც ეს ბევრს არ მოეწონოს. ილია თოფურია, ეს არის ჩვენი სიამაყე და ის აუცილებლად აიღებს მეორე ქამარსაც, როცა ეს მშიშრები სოროსიდან გამოსვლას გაბედავენ.